ჩვენ ვიყიდით ყველა Baby Sonic-ის პერსონაჟს $1 GTA 5-ში. არის ბაზრობა, სადაც ყველა Baby Sonic-ის პერსონაჟი მხოლოდ $1 იყიდება. ჩვენ შევძლებთ ყველა სყიდვას, რომ მივიღოთ ლეგენდარული Hyper Baby Sonic-ი, რომლის ღირებულება $1 მილიონზე მეტია. სავედით! წამო! კი! როგორ მიყვარს მანქანის თარება საგზაო წესების დაცვით და ყველაფრის სწორად გაკეთება. საბავშვო ბაღი და მოვდივარ და სიმართლე რომ გითხრათ, მძულს ჩვილები, მძულს. ჩვენთან ვერ ვძლებ. ამიტომაც მოვდივარ დოქტორ ეგმენის ბაზრობაზე, რომ ცოტა ჯავრი ვიხარო. გთხოვთ, გააღეთ, კარი, გააღეთ, მინდა შევიდე. დარწმუნებული ვარ, უმაღლესი ხარისხის საქონელი აქვს მოტანილი. დოქტორო, ეგმენ, აქ ვარ. დიახ. დარწმუნებული ვარ, ჩემთვის საოცარი ბაზრობა მოამზადე. ჩვილების Baby Sonic-ი, Baby Tails-ი, Baby Knuckles-ი, Baby Amy, Baby Shadow, Baby კიდევ ერთი Baby Eggman-ი, რა? Baby Metal Sonic-ი, Baby Sonic X-ი, Baby Shin Sonic-ი, Baby Super Sonic-ი, ეს მაგარია, Baby Dark Sonic-ი, ეგეც მაგარია, Baby Ice Fire Sonic-ი და Baby Super Sonic-ი X-ი. ნახე, კარგები არიან, მაგრამ რატომ არის Baby-ების ბაზრობა? ისინი საზიზღრები არიან, ბევრ ხტირიან, არ მომწონს. შენ გაგიჟდი ლეონ პიკარონ. ბეიბები საუკეთესოები არიან მსოფლიოში. ისინი საყვარლები და ძალიან ნაზები არიან. ნახე რა სახეები აქვთ. კარგი, სიმართლე რომ თქვა, შეიძლება ცოტა ძალიანაც კი მომწონს. ისინი მართლაც ძალიან საყვარლები არიან. სუპერ, სწორედ ამიტომ გავხსენი ბეიბების ბაზრობა. ნახე, ლეონ პიკარონ არც ერთი არ აკლია და თითოეული მხოლოდ $1 იყიდება. და საუკეთესო ის არის, რომ თუ ყველას ერთად იყიდი, უფასოდ მიიღებ Baby Hypersonics, რომლის ღირებულებაც $1 მილიონზე მეტია. კარგი, ასე რომ შევხედოთ, მართლა ყველა ძალიან მაგარია. ეხლა ყველა Baby მჭირდება, რაც გავს ეგმან და თითოეული მხოლოდ $1. იდეალურია. ვნახოთ, რადგან მაქვს $0. საკმაოდ ღარიბი ვარ, დოქტორ ეგმან. ცოტა ფული არ გექნებოდა, რომ დავიწყო, არა? აი ლეონ, რამდენი ფული უკვე მართებ? ფარგი დაგეხმარები. $1 მოგცემ თუ ყველა, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, არხს გამოიწერს. კიდევ $1 მოგცემ თუ ყველა, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ლაიქს დააჭერს. და ბოლოს, კიდევ $1 მოგცემ თუ ყველა დააკომენტარებს სიტყვას Baby Sonic. ამ ვიდეოს კომენტარებში. ხედავ ეგმან, ლაპარაკით ადამიანები ერთმანეთს უკეთ ესმით. შენ მომეცი გამოწვევა და ჩვენ მას შევასრულებთ, რომ ფული მოვიპოვოთ. ასე რომ დავიწყოთ. სწრაფად, ამ წუთიდან მხოლოდ 20 წამი გაქვს. რომ დაალაიქო, არხზე გამოწერა და ზარის ჩართვა. რომ მიიღო ფული. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას Baby Sonic-ი, შეგიძლია მილიონერი გახდე და იყიდო ყველა ბავშვი, რომელიც გინდა. თუმცა ეს ცოტა უცნაურად ჟღერს. მაგრამ მიჩქარე, დრო იწურება. არა. კარგი, ძვირფასა დოქტორ ეგმან. როგორ მოგეწონა ეს? ხალხი კარგია, ხომ ასეა? ლეონი საოცარია. იმდენად აღთხოვანებული ვარ, რომ შენი ლამაზი სახის გამო კიდევ $1 მოგცემ. მოიცადე ერთი წუთით. ანუ ეხლა ხან $4 მომეცი. ეს საოცარია, ბევრ ბავშვს ვიყიდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ კარგი კონტექსტი გასაგებია, ხომ ესეა? კარგი. ვნახოთ, რომელ ბავშვებში შევძლებ ჩემი ქონების დაბანდებას. მგონია, რომ ჯერ ცოტა Sonic-ის მეგობრებზე დავხარჯავ. მერე Sonic-ის ფორმებზე. ანუ ვიწყებ Baby Sonic-ით. ნახედია, Baby Tails-ი. ესეც ნაკედია. Baby Knuckles-ი დაწმუნებული ვარ, დიდ საქმეებს გააკეთებს. ნაკედია. და შემდეგ, Baby Amy, Baby Shadow, Baby Eggman-ი. შემიძლია შენი შვილი ვიყიდო, ხომ ასეა? მისი სახელია ფედერიკო და ნახავ, როცა დედამისი გაიგებს, რომ $1 გავყიდე. ეს ძალიან სახალისო იქნება, ასე რომ, ფედერიკო, ნაყიდი ხარ. კარგი, დოქტორ ეგმენ, დაუბრუნდები, ასე რომ, სხვა ბავშვები აღარ გაკიდო, კარგი? მინდა ყველა ვიყიდო და ის ჰიპერსონიკი ბავშვიც ჩემი იყოს. მაგრამ ეხლა ჩემი ბავშვები უნდა გაუშვა სამუშაოდ და ეს ისევ ძალიან უცნაურად ჟღერს. ძალიან კარგი, ჩემო საყვარელო ბავშვებო. ერთად გავმდიდრდებით. პირველ რიგში შენ, პატარა დოქტორ ეგმენ, დარწმუნებული ვარ, ისეთივე ჭკვიანი ხარ, როგორც შენი მამა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, შეძლებ გატიდო შენი ტექნოლოგია. დარწმუნებული იყავი ამაში, ლეონ პიკარონ. ჩემს ტექნოლოგიას ძვირად გავყიდი და ერთად გავმდიდრდებით. ცოტა დამაბნეველია, რომ ხმა მამა შენი ვიდგავს, მაგრამ კარგი. Baby Tails, ეხლა შენი ჯერია. მინდა რომ დააპროექტო იღბლის ხუთები და გაკიდო ისინი. შენც კარგი ინჟინერი ხარ, ხომ ასეა? დიახ, ლეონ პიკარონ, და თან ძალიან საყვარელიც ვარ. ჩემს იღბლის ხუთებზე ბევრ ფულს ვიშოვი. Super Baby Tails. და ეხლა ჩვენი საყვარელი Baby Sonic-ის ჯერია. Baby Sonic, თეორიულად ყველაზე სწრაფი ხარ. ასე რომ გამოიყენე შენი სისწრაფე ფულის მოსაპოვებლად. კარგი, ლეონ პიკარონ, არ ინერვიულო, მე ამას შევძლებ და ახალ ფულს მოგიტან.
და ბოლოს, შენ, Baby Nugs, მინდა რომ უგანდა ნაგზად გადაიქცე. დარწმუნებული ვარ, ასე ბევრ ფულს მოიპოვებ, ან სიბრალულით, ან სიცილით. მაგრამ მე Baby Knuckles-ი ვარ, ვერ გადავიცევი იმ უშნო არსებად და. რას გითხარი ახლა? გადაიქეცი და ფული იშოვე, კარგი? მაგრამ ჯანდაბა, მე ეგ არ ვიცი, აც კი ვიცი რაზე ლაპარაკობ. ძალიან კარგი ბიჭებო, ასე მომტონს. აბა, ყველამ საქმეს მივხედოთ და ფული მომიტანეთ, რომ გავმდიდრდეთ. კარგი, დროა გავყიდო ყველა სუპერ მაგარი გაჯეტი, რაც მაქვს, რომ ცოტა ფული გამოიმუშაო. კარგი პატარა ფედერიკო, გაფსის, რაც გთხოვე, ბევრი ფული მაქვს შენთვის. რა თქმა უნდა, კი. და მოიცადე, მოკლედ ჩართვა მოხდა, ნახე, ეს მაგარი სხივი მაქვს. სუპერ აგენტები, ნახე, პლაზმის ქვემეხი და საკმაოდ კარგი ენერგიის რეპულსორები. რას ფიქრობ? რამდენს მომცემ მათთვის? მაქვს შენთვის ეს თელი ფული, გონია ბევრი არის, ცოტა, რას ფიქრობ? ფიქრობ შესანიშნავია, ყველაფერს ვიღებ. კარგი, ნახვამდის, ეხლა ვერ გადავადგილდები, მაგრამ იდეალურია. მაქვს ფული, რას მჭირდებოდა. დიახ. წამოდი, ჩემი ჯერია, ჩემს უფროს ვერსიას გავყიდო სიურპრიზის ხუთები, ძალიან მოგეწონება. მართლა? მაჩვენე როგორ მუშაობს. ძალიან მარტივია, ნახე, აი ახლა ხაზელთი გამოვაჩინე. უბრალოდ უნდა დაარტყა და სიურპრიზის პრიზს მოგცემს. ამ შემთხვევაში კი მაგარი არახს. მოგწონს? ვაუ, ეს საოცარია. მინდა ერთ-ერთი ასეთი ხუთი ვიყიდო შენგან. $1 მაქვს, გაწყობს? ხო, ალბათ კი. აიღე ხუთი. ეხლა მომეცი $, რომ ლეონ პიკაროს მიუტანო. დიახ. პასუხისგებელი, თუ რამე ცუდი შეხვდება, ნახვამდის. კარგი, მირდივარ. უნდა ვიშოვა ფული ლეონისთვის და მითხრა რომ ჩემი სისწრაფე გამოვიყენო. მაგრამ გონია რომ მას ეგონარ ბოლაში მივიდებდი მონაწილეობას, მაგრამ არა, მე სხვა. ბევრად უფრო სახალისო რამ მაქვს ჩაფიქრებული. დიახ. მოვდივა რაკეტ და ეხლა მგონია რომ ასე იყო ზუსტად აქ. ეხლა უნდა დაველოდო, როდის გამოვა ჩემი მსხვერპლი. ჰეი, გამარჯობა პატარა. რასაკეთებ ასეთი პატარა შენაილი ასე გადგივას? ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ რა ხდება, დაიკალდე? სახლში გაგიშებ. არა, უბრალოდ მინდოდა მეკითხა, ფული თუ გაქვს თან? მხოლოდ $1 მაქვს თან, მაგრამ ვისთვის გინდა ეს იცოდე ასეთ პატარა ადამიანს? ფულზე არ უნდა ილაპარაკო და სუპერ, ლეონს ძალიან მოეწონება, მე წავიღებ. ეხლა კი ვნახოთ, თუ შეძლებ დამიჭირო. დიახ, სონიკის სუპერ სიჩქარე, გააქტიურებულია, დიახ. არ ვიცი, ლეონ პიკარონი ამას გულისხმობდა თუ არა, მაგრამ $1 მოვიპოვე, ასე რომ მიუტან. კარგი, ეხლა ჩემი ჯერია ლეონ პიკარონისთვის ფურის შოვნა. დავიწყებ აბრის გაკეთებას. ლეონ პიკარონი ძალიან დამვლელი იყო იმ უგანდა ნაკოზის თემაზე, მაგრამ საიდან იცის? შეუძლებელია იცოდეს. ასე აქ მაინც არავინ გაივლის და ფულსაც არავინ მაძლევს. სრაბად გავაკეთებ, სანამ არავინ მიყურებს. იცით გზა? ეს ძალიან მომწონს. ერთი წუთით ეს შეუძლებელია, შენ ხარ უგანდა ნაკოზი, აქ რას აკეთებ? შენი ფანი ვარ, მსოფლიოში საუკეთესო ხარ. $1 მოგცემ თუ შენს ფრაზას ითქვი. იცით გზა? დიახ, ძალიან მომწონს, სიცინით კვდები. აიღე შენი $, საუკეთესო ხარ. კარგი, დიდი მადლობა შენი $-ისთვის. არავინ უნდა გაიგოს ჩემი ეს საიდუმლო, ისევ გადავიქცევი და ლეონ პიკარონს რასაც უნდა, იმას ვეთქვი, რომ თავისი $, მიუსე. დიახ. კარგი, ჩემო ძვირფასო ბავშვებო. მითხარით რომ ყველაფერი შესანიშნავად წავიდა და რომ აბსურდულად მილიონერები ვართ. მე გამოვიყენე ჩემი დიდი გონება და მოახერხე $1 შოვნა. ჩემი სიურპრიზის ხუთები ძალიან კარგად გაიყიდა, ამიტომ $1 მოვიპოვე. მე საკმაოდ სწრაფი ვარ, ლეონ პიკარონ და რა თქმა უნდა $1 მოვიპოვე. და მე საერთოდ არ გადავიკეცი უგანდა ნაკოზად და არ მიმიღია $1 არა, საერთოდ არა. ეს ჯამში $4 ნაჭერია. შემიძლია 4 ახალი ბავშვი ვიყიდო და ეს ისევ ძალიან ცუდად ჟღერს, ჯანდაბა. მოდით წავიდეთ, ამჯერად მეორე მხარეს მივდივარ, აქ რამდენიმე ძალიან საინტერესო ბავშვია. მგონი ვიყიდი ბავშვს, შინს, სონიკს. საშიშია და დარწმუნებული ვარ, დიდ რამეებს გააკეთებს. ნაკედია. ეხლა აქ უკვე ვიცი, ვის ვიყიდი, ყინულის ბავშვს. დიახ, ნაყიდია, კარგი ყინულის ბავშვი და ცეცხლის ბავშვიც, მოდი, არც ის იქნება ნაკლები. ისიც ნაყიდია, დიახ. და როგორ არა, ეს ნაჭერი კარგი, ცოტა გაზრდილი ბავშვია სიმართლე რო ვთქვათ, მაგრამ მე მივიღე ფლიტვეი სონიკის ბავშვს. სონიკი 1.6 სუპერ ფორმაში. ნაყიდია და მხოლოდ 6 ბავშვი მაკლია რომ შევასრულო და წავიყვანო ის უზარმაზარი ჰიპერსონიკის ბავშვი. ასე რომ სხვას არ მიყიდო ეგმან, თორემ მთელ ბაზრობას დაგინგრევ, ხო გესმის?
კი ლეონ დამშვიდი აქ ეს ბავშვები შენ გელოდებიან ყველა შენია შენს გარდა არავის მიუპედი შეგიძლია მშვიდად იყო ეს სიცილი ძალიან ბოროტული იყო, მაგრამ არა უშავს, რადგან ბევრი ბავშვი მყავს და ეს ისევ ცუდად ჟღერს. გთხოვ YouTube-ო, ნუ მომიხსნი მონეტიზაციას ამ ვიდეოზე, კარგი? მოკლედ, ჩემო საყვარელო შენაზენებო, მოდით საქმეს შევუდლეთ. მოდი ვნახოთ, Baby Fire Sonic, აშკარად მოგიწევს შენი ცეცხლის გამოყენება ფულის მოსაგებად. რას ფიქრობ ამაზე? დიახ, ლეონ პიკარო, ნუ იდარდებ, ჩემი ცეცხლით ბევრ ფულს მოვიპოვებ. Super, ეხლა შენ პატარა ყინულოვანი სონიკი, იგივე უნდა გააკეთო, მაგრამ ყინულით ხომ ასეა? მგონი ეს არც ის ერთულია. დიახ, ლეონ პიკარონ, ზუსტად ამას გავაკეთებ. ჩემს ყინულით ფულს მოვიპოვებ. ეხლა პატარა შინ სონიკის ჯერია. შენ პატარა მონსტრი ხარ მჭამელი. ასე რომ ჭამე ხალხი, რომელიმეს ბევრი ფული ექნება. მომწონს როგორ აზროვნებ ლეო ზუსტად ამას გავაკეთებ გაუმარჯოს ქაოსს და ბოლოს, Super Sonic-ი Baby.exe. წაიყვანებიდმე ჯოჯოხეთში და გაძარცვე. ყველაფერი წაართვი. ოკი, ძალიან მომწონს, როგორ შერს ეს, ლეონ პიკარონ, ამას გავაკეთებ და ბევრ ფულს მოვიტან. Super მეგობრებო, მაშინ საქმეს შეუდგეთ და გავხდეთ მილიონერები. კარგი, აქ არის Fire Sonic-ი ბავშვის ვერსიაში, რა სჭირდება? ხმელთო ჩემო, ეს საშინელება. ყინულის მონსტრი ყინავს მთელ კალაკს. თუ შენ დაამარცხებ მას შენი ცეცხლით, $1 მოგცემ. $1 ხო? ზუსტად ეს სჭირდება. მოდი აქ მონსტრიკო, ნახე რა ძალა აქვს ცეცხლს, ცეცხლის სუნთქვა. დიახ. როგორ ჩანს არ მუშაობს? ეხლა მოვარტყი და ეს არ დავდება. აი ეს მიიღე. დიახ, ჩემი ალი იწვის. ცეცხლის მურტი და ცეცხლის მურტი. დიახ. დაყოლელი შენ ფხვევისთვის პატარა ცეცხლმკვევი რომ ბოლომდე დადნო. ეხლა კი ამ ძიმე თოვლს მოვიშორებ ჩემი ცეცხლის დრაკონით. დიახ. საოცარია, ეხლა ბევრად მზიანი დრეა. ასე რომ ჩემს $1 მომცემ? დიახ, შენ საუკეთესო ხარ. აი შენი $, რა გენიოსი ხარ. დიდი მადლობა, ამას წავიდებ და ეხლა ლეონთან მივიტან, მას ძალიან გამოადგება. კარგი, ვნახოთ, სად შემიძლია. აქ, დარწმუნებული ვარ, აქ ფულს მოვიპოვებ. გამარჯობა, ქალბატონო. ფული მჭირდება. რით შემიძლია დაგეხმაროთ? არა, საბედნიეროდ რა მოჩდა ვიღაცა ასეთი ცივი. ბენზინგას ამართ სადგურზე ყინული არ არის და სიცხისგან კვდები, მომცემ ცოტა ყინულს. $1 მოქვს რომ მოგცეთ. დიახ, $1 ბევრ ყინულს მოგცემ. ნახე, ყინულის მეტეორიტებს ვიძახებ. აქ ყველაფერს ვყინავ. და ყინულის კედელს ვდგამ. იქიდანაც შეგიძლია ყინული გამოიღო. რას ფიქრობ? წავედით. ვაუ, მე უბრალოდ 1 კუბიკი მინდოდა, მაგრამ ეს ძალიან ბევრია. დიდი მადლობა. აი შენი $. დიახ, დიდი მადლობა. ამას ლეონ პიკარონს მიუტან. ძალიან მოეწონება. დიახ. კარგი. ადგადრო ხალხი შეჭმის. მოდი ვნახოთ მაგალითად ამ კაცს აქ რამდენი ფული აქვს. კი, რა გემრიელია ყველაფერი შიგნით. მოიცადე, ფული უნდა მეპოვა და ამას არაფერი ქონდა. და თქვენ? რატომ კარბი ხარ ჩემკან თუ მე უბრალოდ ბავშვი ვარ? მოდი აქ ვნახოთ. $1 შესანიშნავია, თანაც ძალიან გემრიელია. და შენ? ვნახოთ. აი, შენ არაფერი გაქვს. თანაც მწარე ხარ, არ მომწონს. და შენ, სად მიდიხარ? ნუ გარბი ხარ ჩემგან. კიდევ $1. დღეს ჩემი იღბლიანი დღეა. აბა შეგჭამ. ეს ცოტა შეწულია. და მგონი ამით უკვე აღარაფერი მჭირდება. ეს სრულიად საკმარისია. ლეონ პიკარონს ძალიან მოეწონება. დიახ, დადგა დღე, სამყაროს შევჭამ. ყველაფერი. უნდა წავიყვანო ვიღაც ჯოჯოხეთში. ვიღაც ვინც ჩანს რომ ბევრი ფული აქვს. ვნახოთ, იქნება ამ ქუჩებზე გამიმართლოს. ჰეი, ზუსტად პოლიციელია. შენ ძალას გადავამეტე. დავწმოდი რომ ფული არ ქონდა. და შენ ერთი წუთით მომეცი შენი ფული. კიდევ ერთი მოვიშორე, ფული ქონდა თუ არა, არც შემიმოწმებია. ხალხი გარბის რა კარგია. შენ კი ნამდვილად წაგიყვან ჯოჯოხეთში. უი არა, ნუ გამექცევი. ჯოჯოხეთის ძალას ვიხმო. დიახ, მოგლავ.
ყველას გავანადგურებ, ნუ გამანადგურებ, დაიგაგო, ნუ დანგარგავ. და სრულიად განადგურებულია, ფერფლად იქცა და $2 ჰქონდა. ასე რომ გონი უკვე ლეონთან წასვლა შემიძლია. დიახ. კარგი მეგობრებო, როგორ წავიდა ყველაფერი? გთხოვთ, მითხარით, რომ ეხლა მდიდრები ვართ. მე ჩემი ცეცხლის წყალობით $1 მოვიგე ლეონ პიკარონ. მე ჩემი ხინულის წყალობით ასევე მოვიგე $1 ლეონ პიკარონ. საერთოდ არ არის ასე, მე დავიწყე ხალხის ჭამა და შენ ჭამე 2 ადამიანი. თითოეულს $1 ჰქონდა, ანუ ეხლა $2 მაქვს. და მე ჯოჯოხეთის კიდეებში გავაგდე 1 საწყალი და მასაც $2 წავართვი. ერთი წუთით ბიჭებო, ეს ჯამში $6 უდრის. ანუ, ეგმენი, მანქანა მჭირდება რომ ადრე მივიდე. ეგმენი, მომისმინე, მივხვდი. ეგმენი, ადექი და ნუ იწვევი, თითქოს მკვდარი ხარ. ლამის მომკალი ლეონ ჯანდაბა ჩუმად, კიდევ ბევრ ბავშვს უნდა გამეკიდო, ისევ ცუდად ჟღერს. შეხედე ამას, მაქვს $6. ესენი არიან 1, 2, 3, 4, 5 და 6. ასე რომ შეძენილია. ოჰო, ჩემი წილი დავასრულე. ეხლა შენი ჯერია. რა თქმა უნდა ლეონ ძალიან ვამაყობ იმით რაც მოახერხე ჰიპერბავში სონიკი რომელიც $1,000,000-ზე მეტი ახერს მთლიანად შენია მიდი ოჰო, მთელი ცხოვრება ამ მომენტს ველოდი. წავედით, აქედან ავდივარ. და ამ ბავშვს არ გამოვიყენებ, მის შიგნით შევალ და ეს ისევ ცუდად ჟღევს. ჯანდაბა, როგორც იყოს. ჩემი ხარ ჰიპერბავში სონიკი. ოჰო, $1,000,000 ლეგენდარული ბავშვი მყავს და ვერ მოძრაო. რატომ ხდება ეს? რა გუნუბხედო ხარ ლეონ ჩემი შვილი ფედერიკო მთელი ეს დრო შეგზავნილი იყო და ფარულად მეხმარებოდა ახლა კი გვაქვს ეს პული რომელიც დამეხმარება შევქმნა ჩემი კრაიტფინერ ფილიპინომ რომელიც ყველა ბავშვს გაანადგურებს მსოფლიოში მართალი იყავი ისინი მართლაც საზიზღრები არიან ხო ყველა საზიზღარია გარდა ჩემისა ხო ასია მამა არა ფედერიკო შენ ყველაზე საზიზღარი ხარ ყველას შორის ეხლა ნახე ჩემი ახალი ფორმა ჩემი ახალი კოსტიუმი დიახ დადგა დრო რომ მოგდეს სულელო ლომო რომელიც გაჭედილია ხარები ჰიპერსონიკის ბავშვის სხეულში მოემზადე სიკვდილისთვის არა მე ხარა რა ჯანდაბა ეხლა სად ვართ მოგესალმები სულელო ეგმალენში ეს ჩემი ტერიტორია აქედან მხოლოდ მაშინ გახვალ როცა $1,000,000-ად გატყიდი ასე რომ ისიამოვნე შენი ქანდაკების ჰორებით სულელო ჯანდაბა უნდა მიმხვედრილიყავი დოქტორ ეგმანი მახეს და მიგებდა და ჰეი შენ მომისმინე ლომო ფედერიკო რასაკეთებ აქ თუ შენ მე მიღალატე არა ეს დოქტორი ეგმანია ვინც მე მიღალათა ვფიქრობდი რომ ის ჩემი მამა იყო მაგრამ ჩვენ ჩვილები მისთვის საზიზღრები ვართ და შენ ბოლოს მოგვეცი სითბო სიყვარული და მისია საქმე ისაა რომ თქვენ არ ხართ საზიზღრები მეც ხომ ერთ-ერთად გადავიქეცი თქვენ ყველაზე საყვარელი არსებები ხართ ძალიან მონწონს ხართ და ამიტომაც გაგათავისუფლებ შენ ლომო წადის წემე ჩემს მამას და გადაარჩინე მსოფლიო ფედერიკო შენ ხარ საუკეთესო ხარ დიახ გმადლობ რომ გამათავისუფლე ვაჩვენებ შენს მამას ვინ არის უფროსი დიახ აი ეს მიიღე ნახე $1,000,000-ად შეფასებული ლეგენდარული პატარა სონიკის ძალა რომელშიც ჩამკეტე გეგონა რომ ასე იოლად გამოძვრებოდი ეხო ნახე ეს ძალა ვალა ისიც ძლიერად ურტყამს იმ ფულის წყალობით რაც დააგროვა ძალიან ძლიერია არა წყეულო არა არ დავნებდები დოქტორ ეგმენი შენს წყალობით პატარებში რწმენა გამიჩნდა ნახე სიპერსხივი და ეხლა ვეღარ ვუყურებ მათ სხვანაირად როგორც ისინი არიან რაღაც საყვარელი რაც მომავალია ისინი არ არის ის რისი ყიდვა ან გაყიდვაც შეიძლება ბება ბოლოს მივხვდი ამას ასე რომ არ დავნებდები შენნაირ სულელს არ მოგცემ უფლებას დაიფხრო მსოფლიო და მით უმეტეს ავნო ისეთ საოცარ ბავშვებს როგორიც ფედერიკოა ასე რომ დროა დავასრულოთ ეს აჩა მოემზადე რადგან ეს შენი დასასრულია მშვიდობით სამუდამო დოქტორ ეგმენი ეს არის ყველა ბავშვის ძალა ერთში გაერთიანებული დიახ
საოცარია! შენი სულელური მართლობა დასრულდა და შენც, სულელო დოქტორ ეგმან! ეხლა ეგმანლენდიც დაეცა და მსოფლიო ბევრად უფრო ბედნიერი ადგილი იქნება. და ეს ყველაფერი მადლობა საოცარ ჰიპერბაუშ სონიკს, რომლის ღირებულებაც $1,000,000-ზე მეტია. მსოფლიოსთვის, სადაც ბევრად მეტი ბავშვი და მეტი მომავალი იქნება. ო დიახ!